ჩვენი გადაცემის თემა საქართველოს სადაზღვო სექტორს ეხება. ის არა მხოლოდ ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ გვეხება ყველას. და რამდენადაც გვეხება ყველას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორაა დაცული ჩვენი უფლებები. სწორედ ამიტომ სახელმწიფოს როლი, რეგულაციები და ზედამხედველობის მექანიზმები ამ სფეროში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. როგორც ბაზრის გამჭვირვალობის, ისე მომხმარებლის ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. რიცხვები აჩვენებს, რომ ბოლო წლებში სადაზღვო სექტორი დინამიკურად ვითარდება. იზრდება პროდუქტების მრავალფეროვნება, მომხმარებლების ჩართულობაც მატულობს, თუმცა არის სერიოზული გამოწვევებიც. რეალურად როგორ ვითარდება სექტორი, რამდენად არის დაცული დაზღვეულთა უფლებები და ზღვების სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოპრიშვილია ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. სადაზღვო ინდუსტრია საკმაოდ დინამიურად ვითარდება ბოლო წლებში და ეს ჩანს იმ რიცხვებით და იმ აჩვენებლებითაც, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ პირველი 6 თვის შედეგები გვაქვს, ეს შედეგებიც ასახავს თუ როგორი ტენდენციებია. ზედამხედველობის სამსახურის გადმოსახედიდან იმ ადამიანის, რომელიც უშუალოდ მაკონტროლებლის ფუნქციას ასრულებთ ამ სექტორისთვის, როგორ გამოიყურება საქართველოს სადაზღვო სექტორი დღეს? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. კარგია, რომ პერიოდულად იხილავთ ხოლმე დაზღვევის მიმართულებას, რადგანაც მოსახლეობა რაოდენობა ჩართულობის იზრდება, დაინტერესებაც იზრდება და ცხადია ჩვენი როლი, ერთ-ერთი როლი გარდა იმისა, რომ ეს სამსახური არის გარანტი ფინანსური სტაბილურობის, ანუ როცა სადაზღვო კომპანია იღებს ვალდებულებას ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიმართ, მან ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს. და ყოველთვიურად ანგარიშგებები მოდის ჩვენთან, ეს ნახულობთ, მოწდება და ასე ვთქვათ, მათ პულზე, მათ ფინანსურ მდგომარეობაზე ხელი გვიჭირავს. თავისთავად ასევე სახელმწიფო პოლიტიკის გატარება თუ სახელმწიფოს რაიმე სურს განახორციელოს, როგორც თქვენ ახსენეთ, მნიშვნელოვანია ძალიან მომხმარებელთა უფლებების დაცვა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს პროდუქტი, რასაც მომხმარებელი ყიდულობს, მათი ერთ მხარეა ბიზნესი და მეორე მხარეა მომხმარებელი, რომელთა ინტერესები უნდა იყოს დაცული და სწორედ ჩვენი სამსახურია ამ ხრივაც ამ ფუნქციებით აღჭურვილი. არის კიდე სხვა რა თქმა უნდა ფუნქციები, მაგრამ ძირითადად უნდა ვთქვათ, რომ სწორედ აღნიშნეთ, რომ სადაზღვო ბაზარი არის მზარდი. პირველად იყო, რომ 2023-ში პანდემიის შემდგომ უკვე მალევე სადაზღვო ბაზრის ერთიანმა პრემიას ვეძახით, ანუ მათმა კომპანიების ერთიანმა შემოსავალმა შეადგინა გადააჭარბა $1 მილიარდ. შარშან უკვე 24-ის მაჩვენებელი $1.259 მილიონი იყო. მე უკვე მაქვს წინასწარი 9 თვის მონაცემები მაკეტზე უპირატესობა თქვენ და ეს დავდებთ რამოდენიმე დღეში ეს ცოტა ზუსტდება ხოლმე, მაგრამ დაახლოებით ამ ციფრებში იქნება, დავამრგვალებ $1.1 მილიონის ფარგლებშია უკვე 9 თვის მაჩვენებლები და ჩვენ ვარაუდობთ, რომ დაახლოებით $1.5 მილიარდიან ზღვარზე დაახლოებით ვიქნებით რა. გადალახავს თუ არა არ ვიცი, ერთად ვნახავთ, მაგრამ დაახლოებით ესეა. და ზოგადად რაც ჩვენ ვაკვირდები პირადად ამ სტატისტიკას, ყოველ 5 წელიწადში ორმაგდება ბაზარი. ორჯერ დიდი ხდება. ცხადია, ეს დინამიკა მზარდია, ესე იგი 17-18%-ით 16-17-18%-ით ბოლო 5 წლის თითოეულ წელიწადს გააჩნია წელს იზრდებოდა. ეხლანდელი 9 თვის და არის 12%, მაგრამ ნახოთ აი წლის ბოლომდე კიდევ როგორ წარიმართება. სადაზღვო მოგება გაზრდილია აქტივები, გაზრდილია კაპიტალი და აქტიურობა ნამდვილად არის ბაზარზე. ეხლა ბაზარზე ეს აქტიურობა ასევე გამოწვეულია იმით, რომ საკმაოდ გაჯერებულია, იმიტომ რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ გვაქვს 19 სადაზღვო კომპანია, რაც პატარა ქვეყნისათვის ნამდვილად დიდი რიცხვია. მაგრამ ჩვენ ამას არ უშლით ხელს, შეიძლება ამის შეზღუდვა სხვადასხვა მეთოდებით, მაგალითად უცბად მინიმუმი კაპიტალი, რომელიც არის 7 მილიონი და 1.200.000, უცბად გახადო, თქვა რომ ერთი წლის შემდგომ უნდა იყოს 15 მილიონი და
რამდენიმე კომპანია, არ ვიცით, რამდენი თქვა, ამას ვერ შეძლებს, ან იტყვის, რომ ეს არ მაინტერესებს და ასე შემდეგ. მაგრამ მეორე მხარე აქვს ამ 19 კომპანიას ის, რომ კონკურენცია მაღალია და როდესაც შეჯიბრი მათ შორის რომ ყავდეს მომხმარებელი მის მხარეს გადავიდეს, მან უკეთესად უნდა აწარმოოს ბიზნესი, უფრო რაღაც საინტერესო გააკეთოს, მოიზიდოს, გაციფროვნება ხდება და ამას შეგვიძლია კიდე ცოტა დაუთმოთება, მაგრამ მინდა რომ თქვა რომ მთლიანობაში ეს კონკურენცია იწვევს, რომ ხარისხს აუნჯობესებს და ფასის შედარებით ასე ვთქვათ. რადგან კონკურენცია შევეხეთ, მაშინ ამ კუთხით გავაგრძელებ საუბარს, რამდენად არის კი კონკურენტული 19 რიცხვი, რამდენად საკმარისია იმის ათქმელად, რომ რეალურად კონკურენცია მაინც დომინანტურ მდგომარეობაში თითქმის ლიდერები არ იცვლება ხოლმე რაღაც იშვიათში გამონაკლისის გარდა. და სწორედ ამიტომ მკითხულობ, რეალურად ხომ არ არის, რომ დავუშვათ რამდენიმე ლიდერს რეალურად აქვს ბაზარი გადანაწილებული და ქვემოთ მდგომი სადაზღვო კომპანიები ისე ვერ ვითარდებიან და ჩვენ გვექნება გადაცემის მეორე ნაწილში უკვე სადაზღვო სექტორის წარმომადგენლებთან საუბარი, გარკვეულწილად ხელისშემშლელი ფაქტორები და გამოწვევებიც ამ ნაწილში იქნება საინტერესო. თქვენი გადმოსახედვა ბუნებრივია. სუფთა საბაზრო პრინციპებით უნდა მიუდგეს ამას. შეიძლება 7 კომპანია იყოს და კიდევ უკეთესად ხდებოდეს, ასე ვთქვათ, პროდუქტის მიწოდება. ანუ ჩვენი ამოცანა არ არის, რომ 19 უნდა იყოს და რომ ვთქვათ 23 რო იყოს კიდევ უკეთესია. არ არის ეს საბაზრო ეკონომიკაში არ დგას საკითხი. ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას, რომ ვინც თავის პროდუქტს ყიდის თავისივე დადებულ ხელშეკრულების მიხედვით მაქსიმალურად ფართოდ სპექტრში ეს ზოგ პატარა კომპანია შეიძლება დიდი არ მიდიოდეს რეგიონებში ამ პირიქით იყოს ის უფრო მობილურია და სხვა რამეს გააკეთებს დიდი კომპანიები უფრო სხვანაირად მოქმედებენ ამიტომ ციფრას 19 17 თუ 21 ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თავარია ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას რამდენად ისინი ანგარის ფინანსურად ძლიერები არიან და რამდენად მომხმარებლის უფლებებს იცავენ და ეხლა კომპანიების ნაწილი მაგალითად არის რომელიც მხოლოდ ერთ სფეროში არიან და მათ ანუ სხვა დაზღვევის სხვადასხვა მიმართულების არის დაზღვევა, მაგრამ არის მხოლოდ ვთქვათ ალდაგი ავიღოთ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც მაგალითად ალდაგს ჯანმრთელობის დაზღვევა არ აქვს. აქვს ყველა დანარჩენი, მაგრამ ჯანმრთელობის დაზღვევა არ აქვს. აქვს ავტომობილები, ქონების დაზღვევა, პასუხისმგებლობების დაზღვევა და არის ლიდერი, ასე ვთქვათ, სამეულში. მეორეა GPI, ვთქვათ. GPI-ის ძირითადი აქცენტი ეს არის სამედიცინო მაგალითად დაზღვევა. ხომ აქვს ასევე შეგვიძლია ვთქვათ TBC, რომელსაც ყველაფერი აქვს პრინციპში ცოტა. ანუ ზოგიერთი არის რომ მარტო ჯანმრთელობის აქვს რამოდენიმეა, ზოგიერთი არის არაჯანმრთელობის და კიდე ერთი სახეობა თქვა ჩვენ ლიცენზიას როცა ვაძლევთ ეს პროცესი არ არის რთული და აქვს თავის მოთხოვნები, რა თქმა უნდა, ეძლევა არასიცოცხლის დაზღვევაში და სიცოცხლის დაზღვევაში. და სიცოცხლის დაზღვევა ნაკლებად განვითარებოდა დანარჩენი უფრო განვითარდა. ხო, თუმცა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც სადაზღვო კომპანიებთან მიმართებაში ხშირად მიკითხავს მათთვისაც და მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს არის ფინანსური ინსტიტუტი და არანაირ საქველმოქმედო ორგანიზაციებს არც ერთი ბიზნესი არ წარმოადგენს და მით უმეტეს სადაზღვო კომპანია. თუმცა რეალურად რამდენად შეიძლება საქართველოში ვილაპარაკოთ სადაზღვო ინდუსტრიის განვითარებას და სადაზღვო კულტურის, მათ შორის თუნდაც კომპანიების მხრიდან, როდესაც მაგალითად ფიზიკური პირებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზება მხოლოდ ერთეულს მათგანს აქვს და ძირითადად მაინც კორპორატიულ ნაწილზე არიან ორიენტირებულები. ანუ პირობითად თუ არ ხართ რაღაც X ჯგუფი 20 ან 30 ადამიანი, შეიძლება რომ სადაზღვო კომპანიამ არ მოუნდეს. გასაგებია რომ ეს ყველაფერი რისკთან არის დაკავშირებული და შემდგომ, თუმცა როდესაც ჩვენ გვაქვს სურვილი და ამბიციაც რომ ამ ქვეყანაში განვავითაროთ სადაზღვო სექტორი, თან განვავითაროთ ის კონკურენტულად და ჯანსაღად, ისე რომ დაზღვეულებს, მათ შორის ადამიანებს ჩვეულებრივად შეეძლოთ რომ თუნდაც ინდმეწარმეებს ამ მიმართულებით იყიდოს სადაზღვო პროდუქტი, ამ კუთხით რამდენად კარგი შემოთავაზებებია რეალურად 1-2 კომპანიის გარდა ინდივიდუალურ დაზღვევას თითქმის ჯანმრთელობის დაზღვევა აქვს ხედულობაში, არავინ არ მუშაობს განსხვავებით პირობითად ავტომობილების დაზღვევისგან, სადაც აქვს საკმაოდ ისეთი სერიოზული კონკურენცია. ამ ნაწილში რამდენად კონკურენტულია გარემო? ну პირველი ვთქვათ, რაც მოსახლეობისთვის ზოგადად ცნობილია, რომ ან შენ გაქვს კერძო დაზღვევა,
ან შენ ხარ სახელმწიფოს საყოველთაო დაზღვევაში. ანუ ამ ეტაპზე სახელმწიფოს ასე აქვს მიჩნეული, რომ ან ერთში უნდა იყო, ან მეორეში. და ნუ ეს ბაზები არსებობს, როგორც კი და ამ კუთხით ძალიან ახლოს თანამშრომლობთ ამ ბაზებთან დაკავშირებით, როგორც კი თქვა სადაზღვევო კომპანია თან გადის ფიზიკური პირი, ის იმ წუთში ეცნობება ჯანდაცვის სამინისტროს, რომ უკვე ეს ადამიანი აღარ არის კერძო დაზღვევაში და უკვე უნდა იმოქმედოს შესაბამისად საყოველთაო დაზღვევა. რაც შეეხება რომ ცხადია, მეც მქონია ესეთი, რომ ჩვენთან სხვადასხვა სახის პრეტენზიებიც არსებობს, ან უფრო პრეტენზიებია საუბრებში, რომ მართლაც უფრო კორპორატიული მიდგომა არის და ერთეულ ცალკე აი ასე ვთქვათ ხოლმე რომ ვამბობთ ქუჩიდან მისული ადამიანი მარტო რომ არის ვთქვათ და მის უკან არც კომპანია დგას და არც ვთქვათ რაღაც ერთიანად მისული ჯგუფი გარკვეულწილად უჭირს რომ მიიღოს სამედიცინო დაზღვევა. ოღონდ ისე ნამდვილად არ არის რომ ის საერთოდ ვერ იპოვის. რა თქმა უნდა არის რამდენიმე კომპანია მას დაუკმაყოფილებენ ის ესეთი იაფი შეიძლება უფრო ოდნავ ძვირიც კი იყოს ვიდრე კორპორატიული ერთობლივად როცა მიდიან ჯგუფი. და საერთოდ დაზღვევა ხომ ჩვენ მაყურებელსაც კიდევ ერთხელ შევახსენოთ რომ დაზღვევის უამრავი სახეობები არსებობს სოფლიოში და ჩვენთან შეიძლება ყველა ის სახეობა არ არსებობს, იმას დროთა განმავლობაში ვითარდება, მაგრამ დაზღვევა ითვლის ამას, ანუ რისკებს ხომ, როცა შემთხვევა დადგება, მან ფინანსურად უნდა დაუფაროს ეს რისკი. და თუ გარკვეული X რაოდენობა არ შეგროვდა, ამას აქტუარია ესეთ სპეციალობა რისკების, ვინც ითვლიან, ეს აქტუარები ითვლიან და თქვა ეუბნებიან, რომ ამ გარკვეული ტიპის დაზღვევაში შენ თუ არ შეიკრიბა 1000 კაცი, მაშინ ამ დაზღვევას ბიზნესის თვალსაზრისით არ აქვს აზრი და შესაბამისად მაგალითად არ აზღვევენ. აი მაგალითად ისეთ შემთხვევას გეტყვით, რომ არის ხშირად რომ მაგალითად დელტა პლანების იცით როცა არის ხო ზაფხულში და იყო შემთხვევები რომ ჩამოვარდა და ასე ვთქვათ მერე სახელმწიფომაც მოითხოვა რომ დაზღვევა ყოფილიყო და მხოლოდ ერთი კომპანია აღმოჩნდა რომელსაც თქვა რომ თქვათ მე დავაზღვევ. არის კიდე რაღაცა მიმართულება ამდაგვარი ანუ მან ჩათვალა რომ პროდუქტი შეიძლება თავიდან კომპანია ამ დროს რისკავს კიდევაც ანუ შეიძლება ზარალზე პირველ წელს წავიდეს, მაგრამ ხედავს შემდგომ პერსპექტივაში ალბათ კომპანიის წარმომადგენლები რო გეყოლებათ ისინი უფრო გეტყვიან თუ ეს როგორ ხდება, ანუ ჯერ ზარალზე და მე იცის რომ მოკრიბავს ამ ხალხს თუნდაც მომავალ წელს და ასე შემდეგ. სახელმწიფოს პოზიცია და სახელმწიფო მაკონტროლებლის რომ რეალურად რამდენად სწორად ვითარდება სადაზღვევო ინდუსტრია, არ სწორედ ესაა ჩემი. ზოგადად ვითარდება სწორად. ჩვენ ვერც ვერევით, თქვა ბიზნესის თვალსაზრისით, როგორი ბიზნესი აწარმოოს, როგორი ტიპის დაზღვევაში იყოს, არ იყოს, რისკები რაში უნდა იყოს, ეს საერთოდ ჩვენ არ გვეხება. ჩვენ ამას რა თქმა უნდა ვაფასებთ მხოლოდ ერთი კუთხით, რომ რაც აიღო ის რისკი, ის მან უნდა შეასრულოს. ეს სხვანაირად უკვე არ მიუხედავად მას აქვს მინიმალური კაპიტალი, რაც თქვით, რომელიც გაყინული აქვს ანგარიშზე. ანუ ეს ყველაზე ბოლო მომენტია, სადაც იმ კაპიტალს ის ხელს ვერ კიდევს, იმაზე პროცენტი რა თქმა უნდა ერიცხება და თავისთავად ის თანხა საბოლოო გარანტია არის, მაგრამ მანამდე სხვა მექანიზმებია. კომპანიები, რომელთაც დაუშვათ ამ მინიმალური კაპიტალის მიმართულებით მაინც აქვს გარკვეული პრობლემები, ანუ იმ მინიმალური კაპიტალის ზღვართან არიან და იმ ფუნქციონირებენ. ნუ ზღვართან შეიძლება რაღაცნაირად ჩათვალოთ, არის კიდე საზედამხედველო კაპიტალი, რომელიც ითვალისწინებს სწორედ აღებულ რისკებს და მის უკან დგომი რა გარანტიებია, იმიტომ რომ სადაზღვევო კომპანიები აქვთ შენობებიც აქვს, სხვადასხვა სახის სხვა კაპიტალი აქვს, ანუ მათი ქონება და ზოგადი უძრავი, მოძრავი და მთლიანობაში ეს კიდე ემატება იმ მინიმუმ კაპიტალს და მერე რისკები რო არის, იმ ყველაფერთან ერთად დისკონტირებულად ხდება ამასთან. ანუ გაკოტრების წინაშე არც ერთ სადაზღვევო კომპანია არ დგას. გაკოტრების წინაშე იმ წუთში ჩვენ ხედავთ ამას, გაფრთხილება ეძლევა
ანუ უცბად რო ეხლა ვიღაცა გაკოტრეს აი ესეთ მდგომარეობაში ფორს მაჟორები და რაღაცა რომ მოხდეს ეხლა ეს ნელი კი ბატონო ამითარების რეალური პერსპექტივა აქვს თუ არა ამ სექტორს მაგალითად თუნდაც იგივე ჯანმრთელობის მიმართულებით თუ რეალურად მაინც სხვადასხვა კომპანიები მიდიან უკვე არსებული პროდუქტების შეთავაზებით და დაუშვათ ამ განვითარებაზე რეალურად არ ფიქრობთ ჯანმრთელობის დაცვაში თვითონ ფასები იზრდება ჯანმრთელობის სექტორში, ანუ თვითონ მათ პროდუქტში იზრდება ახალი ტექნოლოგიებით შემოდის, თვითონ საავადმყოფოში და კლინიკებში ყოფნის ფასი იზრდება. ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია არის რაღაცნაირად პირდაპირ თქვა შუამავალი, ანუ ის აწვდის რაღაც მოთხოვნას ის დაახლოებით ხვდება რა არის ფიზიკური პირებისათვის და ამ მოთხოვნას რაღაცნაირად ის აგურ-აგურ აწყობს და მე სხვადასხვა ვარიანტს და თავაზობს. აი რაგნებავ და ანუ ის შუამავალი არის თქვენ რაღაცა მოგებას ჩადებს და შემდგომში ამ ჯანმრთელობის დაზღვევას ახორციელებს. ნუ ჯანმრთელობის დაზღვევაში არის რაც სადაზღვევო კომპანიების ასე ვთქვათ თხოვნაც არის რომ სახელმწიფო ცოტა სხვანაირად მიუდგეს ამ მოდელს ამაზე ჩვენს გქონია საუბარი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან ბატონ ხენსარჯოლაძესთანაც ზოგადად ეს დებატები მიმდინარეობს და მეც მგონია რომ სასურველია რომ არ იყოს ესეთი წითელი ხაზი გაყოფილი რომ არის ანუ ერთგვარი გაშენების მექანიზმი რომელზეც არის ხოლმე საუბარი სადაც ანუ შეიძლება რომ ვიხილოთ ეს პროდუქტი მე მგონია რომ უალტერნატივოა ხა როდის ვიხილავთ მე ვერ ვიტყვი მაგრამ ეს ეგ მოდელი უფრო სამართლიანიც არის ყველა იხდის გადასახადს და ამიტომ სახელმწიფო შეუძლია მინიმუმი შექმნას საბაზისო, რაშიც ამბობს რომ მე ამაში ფულს ვიხდი და შემდგომში რასაც დაამატებს უკვე სადაზღვევო კომპანია ყველას თავისნაირი პაკეტი ექნება იმის და მიხედვით ასე ვთქვათ მოხდეს ჯანმრთელობის დაცვა. ამ სიტუაციაში მოქალაქეების უფლებები რამდენად კარგად იქნება დაცული, როდესაც ამ ნაწილში როგორ შეიძლება ეს ჯიბიდან გადახდების პრობლემა რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე მწვავეა ამ პრობლემით იხსნება და უშუალოდ თუ დაშენების სისტემა იქნება. მე მგონია რომ ჯიბიდან გადახდები გარკვეულწილად შემცირდება. ეხლა მაგას სრულად რომ ვთქვათ რომ ეხლა ამ მოდელზე გადასვლით ეს აკრება არა, მაგრამ რეალურად ამ შემთხვევაში ჩვენი კუთხით იქნება სტაბილურობის გარანტი რომ ნამდვილად ეს კომპანიები ასრულებენ ვალდებულებას და ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაცვა რომელიც გარკვეულ სახის სერვისებზე ფული უნდა გადაუხადოს სადაზღვევო კომპანიებს მათ ექნებათ უფლება რომ ამ სერვისების ხარისხი და მოცულობა და ის ყველაფერი შეამოწმონ თავისთავად და ორმხრივი კონტროლით ეს აპრობირებულია ანუ ეს სხვა ქვეყნებშიც არსებობს და ყველგან ესე არ არის მაგრამ ნუ ესეც არსება ამიტომ აქ რაღაცა ეხლა ახალის მოგონება და განსაკუთრებით არის კონსულტაციების შედეგად რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროსთან და მინისტრთან ჰქონდათ მოლოდინი როგორი გაქვთ რა პერიოდ შეიძლება რომ დაუშვათ ეს სქემა ამუშავდეს ნუ მე მაგალითად მგონია რომ ეხლა მომავალ წელს ალბათ ეს ვეღარ მოესწრება იმიტომ რომ ბიუჯეტი შემოტანილია და ეს მოდელი არ არის გათვალისწინებული ნუ მე მგონია რომ თუ მთავრობა ჩათვლის საჭირო და მომზადება ამ აქეთკენ გადაიხრება თქვათ ამ შემთხვევაში მომავალ წელი რომ იყოს ამაზე მუშაობა ერთი წლის შემდეგ 2027-ში პრინციპში შესაძლებელია. მან ისიც შესაძლებელია რომ უცბად კი არ გადახვიდნენ მთლიანად მთელი საქართველოს მოდელზე, არამედ რაღაცა კატეგორია ადამიანების გადაიყვანო, თქვათ მოწყვლადი ჯგუფები ან თქვათ მასწავლებლები თქვათ ან სხვა პენსიონერები ან რაღაცა და ამაზე აპრობირება გააკეთო. ხე ეს აპრობირება არ ნიშნავს რომ ნეგატივის პოზიტიური იქნება და მერე გადაიყვანო უკვე სხვებიც. ანუ ამ მოდელში ბევრი რამე შესაძლებელია გაკეთდეს. ამიტომ ვთვლი რომ ჯანდაცვის სფეროშიც შეიძლება ან თქვენ თქვით რომ როგორ შეიძლება ბაზარი გაიზარდოს განვითარების ძალიან საქართველოს არ არის ჯერ ისე განვითარებული ბევრი მიმართულებები არ არის მაგალითად იგივე სიცოცხლის დაზღვევის სქემები კლასიკური რომელიც განვითარებულ ქვეყნებში ჩვენთან არ არის ჩვენთან სიცოცხლის დაზღვევაზე მხოლოდ მაშინ თავაზობენ როგორც და ითხოვენ სავალდებულოს როცა თქვენ ბანკში მიხვალთ და აიღებთ სესხს ან იპოთეკურ სესხს აიღებთ რაღაც მრავალწლიანი სესხის მსგავსი როცა გაქვთ მაშინ გეუბნებიან რომ მაშინ შენ თუ გინდა ეს სესხი აიღო სავალდებულო რომ აი სიცოცხლის დაზღვევაც ამიტომ სიცოცხლის დაზღვევა ბოლო წლებში საკმაოდ გაიზარდა თუმცა არის სხვა
სხვა ტიპის სიცოცხლის დაზღვევის რეალური მომენტები, როდესაც დაგროვებითი ხასიათი აქვს და საკმაოდ საინტერესო მოდელებია. მე მაინც გონია, რომ უახლოეს ერთ-ორ წელიწადში ასეთი სიცოცხლის დაზღვევის სქემებიც გამოჩნდება საქართველოში. თუმცა ის, რომ დაუშვათ დაზღვეულთა რაოდენობა არა ჯანდაცვალთაო პროგრამით, არამედ კერძო დაზღვევის მიერ დაზღვეულთა რაოდენობა ისე არ იზრდება, როგორც დარწმუნებული ვარ, თუნდაც თქვენ ან სადაზღვო კომპანიებს გენდომებოდათ, ანუ არ იზრდება მკვეთრად და დაახლოებით წლიდან წლამდე თითქმის ერთ რაღაც გარკვეულ ფარგლებშია. ეს მიუთითებს თუ არა იმას, რომ ეს ბაზარი რაღაც შეცდომებს უშვებს განვითარების კუთხით. ადამიანებს ვერ მოვაწონეთ კერძო სადაზღვო პროდუქტი, ადამიანებს ვერ დავაჯერეთ, რომ სადაზღვო პროდუქტი კარგი არის? არა, პირველი ვთქვათ, რომ ზარდი არის. ეხლა სტემს გააჩნია, ეხლა ჩვენ თუ ვიტყვით ყოველ წელს 10% მომიზადოს, ესე ვერ გაიზრდება, მაგრამ ყოველ წელს გარკვეულწილად ზარდია. ისიც უნდა ვთქვათ, ეხლა ეს ეკონომიკა და ბიზნესია და თავის შემაკავებელი ფაქტორები არსებობს, ანუ გადახდის უნარიანობა იმ ადამიანების, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს აწყობდეს, რომ იყოს საყოველთაოში და უფრო ნაკლები დანახარჯი იყოს და განსაკუთრებით ის კატეგორია, ვისაც თulis, რომ მას ხშირად არ ჭირდება, თქვა ექიმთან მისვლა ან ახალგაზრდა ასაკის არის და რატომ გადაიხადოს. მე არ ვთვლი, რომ ეს თლად ბოლომდე სწორია, მაგრამ თუნდაც მაგნაწილში ცნობიერების ამაღლება არის თუ არა თავად სადაზღვო ამ სექტორის დაუშვათ ვალდებულებაც პირდაპირ მნიშვნელობის და თქვენ ახლა კარგი ნაწილი თქვით, რომ თulis, რომ ჯანდაცვალთაო პროგრამაში ურჩევნია ყოფნა. ჯანდაცვალთაო პროგრამაში ყოფნა, რომ გირჩევნია ეს გარკვეულწილად ხომ არ არის თვითონ ამ ინდუსტრიის პრობლემა, ანუ სათანადოდ არ თავაზობს ისეთ პროდუქტს, არ თავაზობს იმ ფასში, რომ დაუშვათ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ამ პროდუქტით დაინტერესებული. ნუ როგორ გითხრათ, სათანადო ფასი ეხლა ეგ ძნელია საბაზრო ეკონომიკაში, თქვათ, რომ მე გეუბნებით, რომ ეხლა როგორც სადაზღვო სექტორის კომპანიები მუშაობენ ჯანდაცვის სფეროში, მათი მოგების მარჟა სხვა მიმართულებებთან შედარებით ყველაზე დაბალია. ანუ მინიმუმ რამდენიმე 1% შეიძლება, 1.5-2% მეტი არა, იმიტომ რომ ფასების და ისე მიდის, ისინი ბევრი ვიცი რომ ზარაზეს მიდის და თქვენ თუ შემდეგი სტუმრები ვიცი, რამდენიც შემცნობილია იქნებიან სწორედ რომ ჯანდაცვის სფეროში აქვთ მათ მნიშვნელოვანი მიმართულება, უფრო გეტყვიან ეს რამდენი პროცენტია თუ როგორ არის მათთან ეს გათვლები გაკეთებული. ფაქტია, რომ ისინი ზღვარზე მუშაობენ, მაგრამ რადგანაც სექტორი, ანუ მიმართულება ხალხი ემატება, დარწმუნდა, სხვათა შორის ბევრი დარწმუნდა, რატო არ აყალდება, ხო თუ არ მოეწონებოდა, მაშინ ესეთ მაინც ზრდა კი არ იქნებოდა, მაშინ ნელ-ნელა კლება იქნებოდა, იმიტომ რომ ადამიანები იყვნენ და ჩათვალეს, რომ აღარ გვინდა ჩვენ ახლა არ მოგწონს და ამიტომ გადავედით საყოველთაო მაგრამ ეს არ ხდება. მიუხედავად ფასებისდისა, ისინი რჩებიან კერძო დაზღვევის მიმართულები და კიდევ უფრო მზარდი ხდება. ამიტომ ეს მიმართულება ცხადია მნიშვნელოვანია და სხვა ალტერნატივების დიდი არ აქვს. უბრალოდ მოდელებშია საქმე და ვთვლი, რომ სხვა მოდელი ალბათ კიდე უკეთესად იმუშავებს და მგონია, რომ ჩვენ ერთ დღეს ეს ნამდვილად იქნება. მომხმარებელთა უფლებების დაცვა, დაზღვეულთა უფლებები ამ შემთხვევაში. რამდენად არის დაცული საქართველოში დაზღვეულთა უფლებები? მე ვიცნობ ადამიანებს, რომელსაც თქვენ სამსახურშიც მოუმართავ შეტყობინებით, რომ დაუშვათ რაღაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მათ ქონიათ პრობლემა და შემდგომ, მაგრამ რამდენად აქტიურები ვართ ჩვენ მოქალაქეები ამ მიმართულებით და რამდენად სათანადოდ ვართ ინფორმირებულია საქართველოს მოსახლეობა, რომ მათ აქვთ ეს შესაძლებლობა, რომ თუ რაღაც სადაზღვო კომპანიასთან მათ აქვთ პრობლემა, მათ შეუძლიათ რომ მოგმართონ. მე გეტყვით, რომ ჩემი ყოველი სატელევიზიო გამოსვლის მერე ჩემი სამსახურის ის ნაწილი იურიდიულის მომხმარებელთა უფლებები მეუნება, რომ ორმაგდება საჩივრების შემოტანა. და ეს მართლაც როგორ ხდება, იმიტომ რომ ჩვენ მაქსიმალურად ამას პოპულარიზაციას უკეთებთ, აი მაგალითად ახლა წამოგიღეთ დაზღვევა და მომხმარებლების უფლებები, თქვათ. ესეთი ბროშურა არის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები. ეს გარდა იმისა, რომ ხა ბროშურებია ვინმე იტყვის ეს სადუნახოა, მაგრამ ჩვენ ასევე ვავალდებულოთ, ჩვენ ვებგვერდზე შეიძლება დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის გვერდზე ინტერნეტ გვერდზე მაგალითად რეგიონებში ჩვენ ასევე ვეუბნებით, რომ სადაზღვევო კომპანიების საიტებზეც რომ მათ თვითონვე განათავსონ მომხმარებელთა უფლებები. ეს სტანდარტული წესია, მომხმარებელმა უნდა იცოდეს. და ჩვენ როცა შეიქმნა ეს
განყოფილება მომხმარებელთა უფლებების დაცვას მე როცა გავხდი მე ხელმძღვანელი ამას დაუმატეთ კიდე ფინანსური განათლება, ასე მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ფინანსური განათლება. ძალიან დიდ ურთიერთკავშირშია, იმიტომ რომ ერთია ჩვენ დავიცვათ მომხმარებლის უფლებები, მაგრამ მომხმარებელს უნდა იცოდეს ჯერ სად მიმართოს და ელემენტარულად როცა სადაზღვევო კომპანიას ხელს უწერს კონტრაქტზე, მან მინიმალურად მაინც უნდა იცოდეს თავისი უფლებები. და თუ ბოლომდე ვერ ერკვევა, ვალდებულია, ჩვენ ვავალდებულებთ კომპანიებს, რომ მათ აუხსნან, აი დასვან კითხვა, რომ ხო, აუცილებელია, რომ მათ ეს უთხრან. და მინდა გითხრათ, რომ აი ხა ანუ მე მაყურებლისთვის რომ კარგად განმარტო, პირობითად ეს არის სადაზღვო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება პოლისი. ამ პოლისის პირველ გვერდზე უნდა იყოს მოკლედ დაახლოებით როგორც საბანკო სასხებთან მიმართებაში ხელშეკრულებაში წერია ახსნილი და კარგი შრიფტი. ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს თუ რაზეა ეს ხელშეკრულება და რა ძირითადი მოთხოვნებია, ხო ასეა? და რამდენად იცავენ თავად კომპანიები აი ამ შეთანხმებას? მაქსიმალურად უნდა დაიცვან. ჩვენ ამას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენ საჯარიმო საქციების კი დაგვიწესებია, როცა არა სწორად ექცევიან ან არაეთიკურად ან რაღაც სხვა კუთხით კონკრეტულ მომხმარებელს მადლობის წერილების მოგდის, ეს კიდე ცალკე სათქმელია, მაგრამ ჩვენ პოპულარიზაციას უკეთებ პირველ რიგში მათ ესეთი წესია, უნდა მიმართონ თითო სადაზღვევო კომპანიას, რომ რაღაცა არ მოეწონათ და ვერ თანხმდებიან, ეს იქნება ავტომობილის დაზღვევა თუ სხვა ტიპის დაზღვევა, მერე მოგმართონ ჩვენ. და ჩვენს მერე კიდე სასამართლოა, მაგრამ როგორც წესი ჩვენთან მომართვის მერე ჩვენ აქტიურად ვერევი და რაღაცა მორიგდებიან ხოლმე. სტატისტიკა რო გითხრათ, მაგალითად როგორია ხოლმე შემოსული შეტყობინებები და რამდენი არის მომხმარებლის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება? როგორ გითხრათ, დაახლოებით 80% მომხმარების სასარგებლოდ არის, არა როგორ არის, იცი, შეიძლება 70 მომხმარების სასარგებლოდ, მაგრამ ხანდახან მომხმარებელსაც ვეუბნებით, რომ ისიც რაღაცაში სწორი არის კომპანია და მორიგდით, ეს განსაკუთრებით ავტომობილის შემთხვევა და შეფასებების ნაწილი რო არის, როცა თავაზობენ თანხას და ბოლომდე არ მიდის, ვეუბნებით, რომ აი ამ შემთხვევაში ჯობია ეს გააკეთო, იმიტომ რომ სასამართლოში წავიდეს ის დავა შეიძლება კიდე ერთი წელი გაიწეროს, ის თანხა შეიძლება მიიღოს ბოლოს, ან ვერ მიიღოს ბოლომდე. და ამიტომ ურჩევნია რომ რაღაც შეთანხმება შედგეს, მაგრამ მე ერთი რამ მინდა დაგვიმატო, რომ ჩვენ ზუსტად ამ კვირაში ორშაბათს ჰქონდა უკვე შევკრიბეთ ყველა დაინტერესებული პირი, ვინც სადაზღვევო ამ მიმართულებით ჩართული სადაზღვევო კომპანიები, რამდენიმე მოსამართლე, ვინც სადაზღვევო кейსებს განუხილიათ სასამართლოებში, პარლამენტიდან აკადემიიდან მოვიწვიეთ და განვიხილეთ სადაზღვევო სექტორში ეთიკის ზოგადი პრინციპები და ქცევის მინიმალური სტანდარტები. ეხლა ეს სტანდარტი ისედაც შინაგანი უნდა არსებობდეს, ხა ეთიკის და ქცევის სტანდარტი, მაგრამ შეიძლება კომპანიაში ვიღაცა თანამშრომელია, რომელიც არ იქცევა ისე და შეიძლება მისმა უფროსმაც ბოლომდე არ იცის, რომ ეს სტანდარტები უკვე სავალდებულა თუ ჯერ შემუშავეთ? ეს სტანდარტები უკვე შევიმუშავეთ. ეხლა მცირე განხილვის მომენტია და ჩვენ უკვე ამას უკვე ოფიციალურად მე ხელს მოვაწერ უახლოეს პერიოდში და შესაბამისად ეს არის როგორც საერთაშორისო ქცევის სტანდარტები დაზღვევის სფეროში. ანუ ამაში ბევრ ქვეყნებს უკვე ველოსიპედის გამოგონება ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ თავაზობთ კომპანიებს, ისინი თავისთავად ამას ითავისებენ და ღებულობენ, ამ არანაირი პრობლემატურობა ამაში არ არის. ეს კიდევ უფრო გაუმჯობესებს რა თქმა უნდა მომხმარებელთა უფლებების დაცვას. და ჩვენ საუბრის ბოლოს კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც ასევე პრობლემურია და სადაზღვევო კომპანიებს წარმომადგენლებს ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, ესეც დაზღვეულთა უფლებებს ეხება. როდესაც პირობითად თქვენ ახსენეთ კიდეც სესხის ხელშეკრულება, ამა თუ კომპანიას თავდებთ ან ბანკთან მივდივართ და სესხს ვიღებთ, ის ჩვენ გვეუბნება, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ სიცოცხლის დაზღვევა და იქ პირობითად უნდა იყოს სამი ჩამონათვალი, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში ბანკთან დაკავშირებული სადაზღვეო კომპანია ან ბანკთან შემხებლობაში მყოფი არ არის აუცილებელი ოფიციალურად თლიანობაში მეტნაკლებად საქართველოში ყველაფერი ვიცით და მაინც გვთავაზობენ რომ პირობითად არა იმ სამ ჩამონათვალს, არამედ რეალურად პირდაპირ ან პირველს, ან მეორეს, ან მესამეს და ეს ამ დროს მოქალაქეებს შეიძლება არ იყოს ბოლომდე გაცნობიერებული ან ერთს, ან მეორეს, ან მესამეს რა ტიპის შეთავაზებები აქვს და ასეთ შემთხვევაში თანხდება საკრედიტო ოფიცრის გადაწყვეტილებას. ეს პრაქტიკა რამდენად კვლავაც ძალაშია და რამდენად რას აკეთებთ მაგალითად სახელმწიფო ამ მიმართულებით, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. როცა კლიენტი შედის თქვა ბანკირთან, ეხლა იქ არ ვიცი კამერა ბანკს აქვს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვერ ვხედავთ ვერაფერს. მაგრამ ფაქტია, რომ
ჩვენამდე პრეტენზიები არ მოდის არანაირი. ის ვიცით რომ ისინი თავაზობენ ამ სამს. ეხლა მე რაღაცა მიდის საუბარი თუ არა რომ მოდი ეს ხო არ გირჩევნი ან მეორე ეს ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ჩვენ ასე ვთქვათ პრეტენზიულობა ამაში არ აქვს. უკვე სამი რო ვთქვით და ის სამი იქ იდება, ის სამი ფურცელი იქ სამის გარდა შეუძლია ასევე მოითხოვოს რომ ეს სამი კი არა მომეცით ორი დღე ვადა და მე კიდე შეიძლება მეოთხე მეხუთე ვიპოვო უკეთესი, მაგრამ ის ერთგვაროვანებია როგორც წესის პირობები, დიდი განსხვავება არ არის და ასე რომ ვთქვათ შეიძლება ეს უპირატესობა რაღაცა არსებობს, მაგრამ ჩვენ ხელთ არსებული შესაძლებლობები ამას ვერანაირად ვერ შევცვლით და მგონია რომ ყოველთვის მომხმარებლისგან პრეტენზიები ჩვენ ამაზე არ გაგვიგია და მე კიდე მომხმარებლები გვისმენე და ერთ რამეს ვიტყვი, ყველა აი ტურისტული მოგზაურობაზე ჩვენ კაი რაღაცა დავნერგეთ, ფასი სულ ლარით მოიმატა, იყო ლარი და ეხლა 2 ლარი ან ლარნახევარი და 2 ნახევარი გახდა სამაგიეროდ სამოგზაურო დაზღვევისათვის ფაქტიურად იმ დონის გარანტიებია მიცემული საზღვარგარეთ, როგორც თქვათ ევროკავშირის ან ასოცირებული ან აზიის თუ გნებავთ ნებისმიერ ქვეყანაში. ანუ ამბულატორიული 5,000 ევრომდე და ჰოსპიტალური 30,000 ევრომდე და ნებისმიერ ესეთში თუ ჯანდაცვის თუ მანქანის ყოველთვის უნდა იკითხოს მომხმარებელმა, აი რაც თავარ იმას ოქროს კითხვას ვამბობ, ეხლა რა უნდა თქვას, რომ გამონაკლისი რა არის. ანუ ყველაფერს არ გულისხმობს. ანუ როცა შენ ჯანმრთელობის დაზღვევა გაქვს უცხოეთში რომ მიდიხარ, ეს მარტო არის ურგენტული ძირითადად. ანუ შენ რო წახვიდე რაღაც გამოკლება გაიგეთ, არასდროს სადაზღვევო არ დაგიფინანსებს, მაგრამ ფეხი მოიტეხე, რაღაცა დაიზიანე, რამე მოხდა, ეს ამას მოიცავს. ასევეა იგივე სიცოცხლის, არასიცოცხლის სხვა დაზღვევებში. ანუ უნდა თქვას გასულ ჯანმრთელობაში რომ ხშირად შეიძლება რაღაცა სახის დაავადებები ზემკურნალობა იყოს 6 თვის მერე. ანუ შენ აიღებ და გონია რომ ხვალ ექიმთან მიხვალ და შეიძლება ვერ მიხვიდე და უცბად კონფლიქტია ხოლმე. გაიგებ მერე როცა უკვე ვილაპარაკებთ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან და კიდევ ერთი თქვენ დაზღვევის დამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ბრძანდებით და თუ გაქვთ ინფორმაცია რა ეტაპზეა და როდის იქნება მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა უკვე რეალურად მიღებული. ავტომობილის მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონპროექტი არის საკმაოდ უკვე ნორმალურ დონეზე მომზადებული. ჩვენ გადავეცით ეკონომიკის სამინისტრო, ვიცი რომ ეკონომიკის სამინისტრო როგორც წესია გააცნო სამინისტროებს, იმის შემდგომ ახლა არჩევნები იყო და არ ვიცი ახლა როგორც გადაწყვიტავს მთავრობა. გაქვთ მოლოდინი რომ დაუშვათ. ცხადია ეს ის პროდუქტია რომელიც რაც მალე უკეთესი იქნება, იმიტომ რომ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა ერთის მხრივ არის სწორედ დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის, ანუ მათთვის, რომ შემთხვევით ავარია ან ინციდენტი რომ მოხდება, შენ არ დაიჩაგრო ფინანსურად. რომ უცბად ძვირმანქანიანს ძვირადღირებულ მანქანას დაუზღვეველი ხარ და ასე შემდეგ, შენი დაზღვევა ზოგადად რა არის, რომ შენ გიცავს უცაბედი მოულოდნელი ფინანსური რესურსების გამოყოფისაგან შენი ჯიბიდან, ოჯახის ბიუჯეტიდან, მერე დარბიან მეგობრებთან, ბანკში და ეს რო გამორიცხო, ამისთვის გინდა შენ დაზღვევა. ხა ვიღაცა თulis რომ მე არასდროს არაფერი არ მომივა, არც მანქანას შემეჯახება, არც მე დავეჯახები, ესეთი გაგებები არსებობს, მაგრამ ეს არასწორია. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში, ბრიტანეთში ხო აღარ ვსაუბრობთ, ამერიკაში პირიქით ადამიანი ეხლა ვსაუბრობთ, უცხოელები ხშირად ჩამოდიან და საუბრობთ, რომ უცხოეთში გერმანელი და თქვათ ფრანგი ნერვიულობს, რომ რაღაცის დაზღვევა როცა არა აქვს, თქვათ აქ ვინის დაზღვევა, მაგრამ არა აქვს ვინის წინ რაღაცა რო ჩამოვარდეს და იმაზე ნერვიულობს, რომ დაზღვევა რა აქვს. ჩვენთან პირიქით თვლიან, რომ რა საჭიროა დაზღვევა, ყველა არა, ეს უმჯობესდება, ცნობადობა, ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ ამას დრო უნდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მოუწოდებ კიდევ ერთხელ, რომ რაშიც თვლიან, რომ სისუსტეები აქ ან თვლიან, რომ არის მანქანა ყავთ და უნდა დააზღვიოთ, სახლი ჯობია რაღაცა მცირე ის არ არის ქონებრივი სრული დაზღვევაც შეიძლება ვიღაცას აქვს, მაგრამ წყალი ჩამოგივიდათ ან გაუშვით ან რაღაცა, ანუ დაზღვევა ყოველთვის თქვენ გეხმარებათ, რომ მშვიდად იძინოთ. მართლაც აუცილებელი პროდუქტია, ამიტომ არის ეს. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ.